კაცებო, დროა ჩვენც მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა. წლების განმავლობაში ქალებმა ამას მიაღწიეს. მათ ერთნაირად კარგად შეუძლიათ ყველაფრის მართვა მანქანის, თვითმფრინავის, გემის, ოჯახის, ბიზნესის და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნისაც. პრინციპში კი მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი. თუ ჩემი ცოლი დეტალურ ინსტრუქციას მომცემს. ძალიან დეტალურს. ბევრი ჩვენგანი ისევ დედებზე, ცოლებზე და ბებიებზე ვარ დამოკიდებული. როცა საქმე ეხება სარეცხის რიცხვას, დაუთოებას, ჩაის დასხმას და იმასაც რამდენი შაქარი გვყვარს. არადა თავიდან სუნი ვერ ვიგზენი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დროა გამთავისუფლდეთ. დავაკვირდით და აღმოჩნდა, რომ ქალები ხუჯერ მე დროს უთმობენ საოჯახო საქმეებს ვიდრე ჩვენ. ეს უსამართლობაა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი იარაღია. ჩვენ შემთხვევაში ბოში, მაგრამ ტექნიკამდეც უნდა მიგვიშვა. ამიტომ მაშინ, როდესაც ბოშის ტექნიკა მოვა, ქალები წავენ. დასასვენებლად, სასწავლებლად, ან უბრალოდ იმის გასაკეთებლად, რაც უნდათ. ერთ კვირაში დაკვირვება გავიმეორეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ეს შევძელით. ქალების დაბრუნების შემდეგაც კი ჩვენ შევინარჩუნეთ მოპოვებული დამოუკიდებლობა. ჩვენ მიუახლოვდით თანასწორობას. წინ კიდევ ბევრი გვაქვს მისაღწევი და ამას აღარ დავთხოვთ. ჩემი ხელით გამოვაცხე. კარგი შეგრძნება. თუ მაინც ვერ შეძლებთ დამოუკიდებლად, აქ სპეციალური ტელეფონის ნომერია და დაგეხმარებიან.